სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. თქვენ დავიწყეთ 66-ე ნაწილი, რომელიც 2017 წლის 20 აგვისტოს იქნა ჩაწერილი. შემდეგი კითხვა სვავს მარკი და ეს ეხება პავლე მოციქულის მიერ გალატელთა წელში მიწერილ სიტყვას, რომ მოჯადოებულნი იყვნენ გალატელები. და როგორი აქტუალურია დღესაც და ერთ-ერთი მაგალითი მოყავს მარკს და ბატონ ჯონმა, რომელმაც იქადაგა ამის შესახებ იმ დღეს, ქადაგების შესახებ და მე მოვიძიე ეს წყაროები და ბატონი ჯონიც ასახელებს პიროვნებას, თეოლოგს, რომელმაც დაწერა წიგნი და რომელსაც აყვა ეს თანამედროვე ლიბერალური ევანგელისტები. და ძალიან ძნელია რთული თუ შენ კარგად არ ახარ გათვითცნობიერებული და ამიტომ გვჭირდება ხო ჩვენ ესეთი გამოცდილი უფროსი ქრისტიანი ძმები, რომლებიც კარგად გაგვიფურცქრიან თუ რამე ახალი გამოჩნდება დაუშვათ წიგნის სახით ან სწავლების სახით, რომელსაც მე გარკვეული ეკლესიები აყვებიან და მე ამ პიროვნებაზე მოვიძიე, რომ იცოდეთ, რომელ პიროვნებაზეც არის ლაპარაკი, ეს არის ნიკოლას თომას რაითი, ესე იწერება ინგლისურად, რომელიც 1958 წელს დაიბადა, ჯონ მაკარტურს 10 წლით უმცროსი გამოდის და ძალიან ისეთი სწავლება შემოიტანა გადარჩენის თეორიაზე, რომ კოლექტიური გადარჩენა შესაძლებელია, რომ ადამიანებმა უკლედ გაიოლებას აქვს ადგილი. როცა წეშმარიტი ქრისტიანი ინდივიდუალურად არის, ხო? გადარჩენის საკითხში უნდა ინდივიდუალურად მიიღოს იესო ქრისტე. და სხვათა შორის ამ პიროვნებას ანგლიკანური იმიდან გამოვიდა და ნახეთ მიცა უფლება უკვე რომ მაგალითად ქალების ორდინაციაც მოხდეს და ძალიან გააადვილა, ასევე უარყოფს და გააკრიტიკა ატაცების საკითხი ეკლესიაში. და ესეთი ადამიანები დამაბნეველი არიან, ხომ? და ძალიან ბევრ ფანტაზიებს თავისი გონებით შედიან და კითხვისნის სუშეს აყენებენ ძალიან მთავარ საკითხებს. და ამ პიროვნებამ ძალიან კარგად როცა მოისმინა ეს კითხვის დამსმელმა ჯონმა რო იქადაგა, ხო, იმ დღეს მოარგო ეს და გაახსენა რომ მოჯადოება და მე ამ სრუვისმედი გამახსენა ქართული სივრცე. წარმოგიდგენიათ, როგორ არის ესე იგი 1700 წლიანი შეზავებული ეს რელიგია, რომელსაც ქრისტიანობას უძახიან საქართველოში და დაჯერებული, ძალიან ბევრის მიერ ხო დაჯერებულია ეს, რომ ეს არის ქრისტიანობა. და როგორ უნდა შევადაროთ ახლა მით უმეტეს გვაქვს ჩვენ ამის საშუალება, თუ ადრე არ გვაძლევდნენ ბაგრატიონები, შემდეგ რუსული იმპერია, თუნდაც ბიზანტიური ხო, რომელიც გამოეყო ამ ქრისტიანობას და ცალკე წავიდა. როგორც კათოლიციზმი აფერხებდა ჭეშმარიტებას და არ აძლევდა ხალხს საშუალებას და რეფორმატორები შეეცადნენ, რომ მარტო ბიბლიის ავტორიტეტი აღიარებინათ. და ჩვენთან ნახეთ როგორ დაგვიანდა, როგორც კაპიტალიზმი, როგორც რა ვიცი, ნებისმიერი რამე რო აიყოთ, ხო ყველაფერი ხო ჩვენთან გადმოღებულია და შემოვიდა ესე ვთქვათ მზამზარეული. და ეხლა მაინც საშუალება ხო გვაქვს ჩვენ რომ კარგად შევადარო და გამოვიკვლიოთ. როგორც ვიკლებთ ხოლმე ნებისმიერ რამეს, რაც ჩვენ ვიცოდით რომ არასწორი იყო, ხო? და მივხვდით რომ ზაპოროჟიეც ჯობდა მერსედესი და რამხელა წინ იყო ტექნოლოგიურად წასული. ესე ნებისმიერ რამეში, საკითხებში ნახეთ რამდენი დაგროვილი გამოცდილება აქვს ხო დასავლეთს და ჩვენ ამას ვიღებთ ზამზაროულად, თუნდაც პოლიტიკაში აიღეთ, თუნდაც აიღეთ მეცნიერებაში და ყველა საკითხებში. და ჩვენ ახლა რაღაცნაირად თავს რო ვიმშვიდებთ რომ ქვევრი ჩვენთან პირველი იყო, ან ღვინო ჩვენ პირველი დავწურეთ, ხო? ეს არაფრის მომცემი არ არის დღეს. აბსოლუტურად არაფრის და მარტო გაამაყების. ანალოგიურად რატო არ შეიძლება რელიგია, რომელიც ჩვენ გვჯერა, წარმართობა რო ჩანაცვლა საქართველოში და ამას დაუძახეთ ჩვენ ქრისტიანობა. ჯერ ის რა ქრისტიანობა იყო, რაც ნინო მიქადაგა უკვე მე-4 საუკუნეა და მერე რა მოხდა ამ რელიგიას რა დაემართა, ხო, ვინ მოახდინა გავლენა. და შევადაროთ ორიგინალს, როგორი იყო, გვარწმუნებენ ახლა შიო და ყველანი, რომ ეს იყო პირველ მოციქულების ის რელიგია, მაგრამ ეს ესე არის და ამიტომ შეიძლება საქართველოსაც კარგად გავრცელდეს ეს ადგილი, რომელსაც პავლე ამბობს, ხო? ჰოი უგნურო გალატელებო, ჰოი უგნურო ქართველებო, ვინ მოგაჯადოვოთ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას, თქვენ ვის თვალწინ აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე, მხოლოდ ეს სულს ვიცოდეთ თქვენ რჯულის საქმეებით მიღეთ სული, თუ რწმენის შესმენით. ნუ თუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სული დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ,
ამაუდით ანჯეთ ამდენი, თუ ასეა ამაოდ. ხო ქართველებს რა თქმა უნდა არ მიუღიათ თავიდანვე, ეს გალატელებს ეხებოდა, მაგრამ მოჯადოება ნამდვილად ეხებათ ქართველებსაც, ვინ მოაჯადოა. უნდა მოვძენოთ ახლა ჩვენ ვინ არის მომაჯადოებელი უგნური ქართველების, ხო? და დღესაც რო ართავენ ამ გონებას. აი მოდით მოვუსვინოთ ახლა მარკს და მე ესე დავუსვათ როგორც გალატელები პავლეს დროს არიან თუ რა დღესაც მორწმუნეები მოჯადოებულნი ერესით. სალამი ჯონ, უდაოდ ღვთისმიერ ნაკურთხის აღამოა და მოგესალმებით. გამარჯობა ჯონი ესალმება. მე მარკი ვარ სიმის ხეობიდან, სიმის ვალი. ძალიან ბევრი ხეობები არის, იცით ვალი. ზეგანიან ხეობა შეიძლება ესე გადაითარგმნოს, იცით ხო Sun Valley. ძალიან ბევრი რა, აქაც სადაც ესენი არიან, ესეც ხეობა არის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ბევრი ესეთი ხეობები და ყველას ქვია ესეთი valley. გამარჯობათ მარკ, მე მაქვს კითხვა დღევანდელ ქადაგებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა. სიტყვა მოჯადოებული. მე მგონი ეს უკვე დღეს ახალი პერსპექტივაა, რასაც პავლე ამბობს, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ხვდებით ამ ფენომენს, რომ ადამიანები მოჯადოებულები არიან. და შეიძლება ამ მოჯადოებულ კატეგორიაში იყვნენ ისეთი ეკლესია, რომელიც თითქოს და დოგმატურ პოზიციას იცავს რაღაცაზე, მაგრამ ბევრ რაღაცაში ცდება. და მე წაგიკითხეთ უკვე გალატელთა ეს ნაწილი, რაზეც ლაპარაკობს მარკი და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მარკ გეთანხმებით აბსოლუტურად. პავლეს ნათქვამი ეს არის ახალი პერსპექტივა. და ამ ყველაფერში ჩაუღრმავებლად პავლეს შესახებ ახალი პერსპექტივა ჩემი და იმ ადამიანების აზრით, ვინც ყურადღებით აფასებს გამართლების დოქტრინას, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ქადაგებაში, ეს არის ერეტიკული შეხედულების გამართლება. ეს არის გამართლების გადახრილი არასწორი შეხედულება. ამის თავარი განმავრცელებელი არის ნიკოლას თომას რაიტი, რომელიც არ იღებს და არ ადასტურებს ინდივიდუალურ ხსნას რწმენით. ანუ ის არ ადასტურებს, რომ ინდივიდები გამართლებით იესო ქრისტეს რწმენაში. არამედ თითქოს და არსებობს რაღაცა კოლექტიური გამართლების ეს სახეობა, რომელიც ღვთის ხალხს ეკუთვნის და ის ამის გენერირებისათვის მეორე ტაძარს იხსენებს და იმ იდეას მოყავს მეორე ტაძრის, ანუ იუდაიზმის მოტივს იყენებს. ხედავ როგორ გავს ესეც ქართველების გაგებას, რომ ქართველებსაც რო გონია, რომ თუ მართლმადიდებელი ხარ, ქართველი ხარ, თუ ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, რომ კოლექტიურად ადამიანებს შეიტანონ, რომ ინდივიდუალური პასუხისგებლობა არ იყოს. აი როგორ გავს ხო ამასაც, ხო? ეს ერთ-ერთი მომაჯადოებელი დოქტრინა ამბობს ჯონ მაკარტური. და მიზეზი რის გამოც ეს ადამიანი, როგორიცაა ნიკოლას თომას რაიტი, ეს არის ბრიტანელი თეოლოგი, დაუსჯელად ახერხებს ამას, არის ის, რომ მან დაწერა 500 გვერდიანი დიდი უშველებელი წიგნი აღდგომის შესახებ. და ის ადასტურებს ქრისტეს აღდგომას, რაც ასეთი კრიტიკულია და ამიტომაც არის ევანგელისტური ხალხი, ევანგელისტები, ხომ, ყურადღებას აქცევენ ამას და იღებენ ამ ადამიანს და კითხულობენ. და მერე ხდებიან მოჯადოებულნი მის მიერ და უკვე მის მიერ წამოყენებულ გამართლების ამ გადახრილ დოქტრინასაც იღებენ. არ და ყველა იმ დოქტრინებიდან, რომელიც ბიბლიაშია მოცემული, ჩვენ ყველაზე მეტად ყურადღება უნდა მივაქციოთ აი ამ პირველ ყველაზე უმთავრეს დოქტრინას, რომელსაც ჩვენი გამართლება ქვია და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხდება ინდივიდუალურად იესო ქრისტეში რწმენით. და მე ფიქრობ, რომ ასეთი ერესი სწორედაც რომ ეხმაურება პავლეს წერილს და არის მომაჯადოებული შეცდომა. მართლაც აჯადოებს ესეთი ადამიანები ბევრ სმენელებს, რომლებიც ვერ ერკვევიან ესეთ დეტალურ საკითხებში. გმადლობთ ბატონო პასტორ ეუნება მარკი და ჯონიც უწონებს ძალიან კარგი კითხვაა. მადლობა თქვენ.